დავამთავრე სკოლა, მე ვარ ანა გოგიშვილი. გავთხოვდი 22 წლის ასაკში, მყავს 2 შვილი. ეხლა შევიკრიბენ 44 წლის სკოლის დამთავრებიდან 44 წლის თავზე. რა საქმიანობდი? ამჟამად დიასახლისი ვარ. დიასახლისი. მუშაობ საკონსერვო ქარხანაში. სადა? სოფელ გამარჯვებაში, საკონსერვო ქარხანაში. ძალიან კარგი. ისე მაინც ისეთი მოკრძალებული ისახარ, მაშინაც ხმას ბევრს არ იღებდი ხოლმე, შენთვის იყავი ხოლმე. მართლა, ესეა. კარგად მახსოვს ანა, თქვენთან რო ვიქეიფეთ. კი. შობლები ყავს, შობდედა. არა, შობლები გარდამეცვა. კარგად მახსოვს რა, უბრალოდ იქ ხეზე ავიდნენ გოჩა და ისა რა ქვია, 2 დღე ხო ვიქეიფეთ. მამასებელი მოდისო. კი. გაიხარე, კარგი. მე ვარ თეთევარ ალავერდაშვილი. 1980 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა და ეხლა 54 წლის შემდეგ შევხვდით ისევ მეგობრები. სკოლა ნორმალურად ერთი შვილი მყავს, გათხოვილი და ძალიან გამიხარდა ყველას. გაიხარე. კარგად მახსოვს შენი სტუმრობა, ნავთხრები რომ მომიტანე. კი. ხო და არ დაიკარგო ხოლმე, კიდე მოდი ხოლმე. ხო, აუცილებლად. გაიხარე. მოკრი ბაღაშვილი. დაბადებული 11 ივნისი 1963 წელი. ცხოვრობ სოფელ არგოშიკში. 1980 წელს დავამთავრე სოფელ არგოშიკის საშუალო სკოლა. დავამთავრე ბაღის სასწავლებელი ვარ, იქ მიყავს მეუღლე და 1 ვაჟი. ცხოვრობ ნორმალურად, ამჟამად მუშაობ გურჯაანის ჯერ ჰოსპიტალში სამედიცინო ცენტრში, ქირურგი, ონკოლოგი, რადიოლოგიის პროფესიაზე. დღეს შევიკრიბე ჩემს მეგობრებთან ერთად, კლასელებთან ერთად აღვნიშნავთ სკოლის დამთავრებიდან 44 წელს დღეს. ძალიან გახარებული ვარ სკოლა და გვეამაყება რომ მოახერხეთ კლასელებს და შევხვდით ერთმანეთს მრავალი წლის უნახავი მეგობრობა. მადლობთ. აი თეთინოვარ მაცრავლიშვილი, მყავს 2 საუკეთესო შვილი, მუშაობ ჯანდაცვაში. სად მუშაობ? ლაგოდეხში. ლაგოდეხში? ლაგოდეხში მუშაობ ჯანდაცვაში. ძალიან კარგი. და დღეს შევიკრიბენით? შევიკრიბეთ 44 წლის თავზე. ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ შევხვდით ჩემ მეგობრებს. გაიხარე. სახელი გვარი? თამილა ბიკაშვილი ვიყავი და ამჯერად ჯინაშვილი გავხდი ვარ. ყავს 3 შვილი, 7 შვილი და ვარ ასე. ძალიან კარგი. სახლში ხარ, ხო დიასახლი? კი, მაღაზიაში ვმუშაობ, ჩემი შვილის მაღაზია და მე უყიდი საქონელს. არგოშიკში. ძალიან კარგი. არა ასე დატვირთული, მაგრამ მაინც გახარებული ცხოვრებით. გაიხარე, სულ გახარებული მენახე შმაგესთან ერთად თამილა, გაიხარე. იცოცხლება. შვილი ყავს მეუღლე და 3 შვილი. 1 გოგო დაოჯახებულია, 2 შვილი. ძალიან კარგი. ამჟამად დიასახლისი თუ? კი, დიასახლისი. დიასახლისი და ცხოვრობ მირზა. ცხოვრობ მირზაში. მირზაში. ძალიან კარგი. მარინა გუგენიშვილი. ესე იგი დღეს შევიკრიბეთ 44 წლის შემდეგ კლასელები. სიკეთეს გახარებას გისურვებ. გაიხარე. გაიხარე.
დავიბადე სოფელ არბოშიკში. იმ წელს, როცა ყველა ჩემი მეგობარი დაიბადა და ჩემი თანაკლასელი დაიბადა. გაიხარ. ამჟამად სამუშაო? სკოლაც ამასთან ერთად დავამთავრე და ყველაზე საუკეთესო წლები თუ კი რა მქონია, ჩემ მეგობრებს უკავშირდება. ამჟამად მუშაობ დედოფლის წყაროში, ვარ ექიმი პედიატრი. გამსახურები მომავალი წლების ჯანმრთელობას. ძალიან კარგი. ლექსებს არ წერ? ლექსებს არ წერ, თუმცა ხანდახან მინდება, მაგრამ ჯერჯერობით ჩემთვის ძალიან მებრძვი, იმიტომ რომ რჩები საკმაოდ ისეთ კრიტიკულ შეფასებლად, ისე რომ ზოგიერთები ბესოს დღესაც კი მეძახდნენ ხოლმე. მართლა ძალიან კარგი. ხო და სირცხვილია მე წერათა კავშირის წევრი უნდა ვიყო და შენ რომელიც ლექსებს წერდი არ უნდა ვიყო წერათა კავშირის წევრი. ეტყობა ასე უნდა ყოფილიყო, ყველაფერი ისე როგორც უნდა ყოფილიყო. გაიხარე, იცოცხლე, სიკეთის გახარებას გისურვებ. აშვილი თამარი 61 წლის დავამთავრე არბოშიკის საშუალო სკოლის მე-10 კლასი. რა საქმიანო? მე დავამთავრე ტექნიკური სასწავლებელი, ვმუშაობდი. მე კურსს ვათხოვდი, მყავს 1 შვილი და 3 შვილიშვილი. ძალიან კარგი. სიკეთის გახარებას გისურვებ თამარ. გაიხარე. მოგები შესახებ საიდან დავიწყოთ? სახელი გვარი რაჟდენ ბენაშვილი სკოლის შემდეგ გეპერო დავამთავრე, მუშაობდი იორზე, დალვისის წყალსაუშენებლობაზე. ისაც რომ დაიხურა, მე გავაგზელე ჯარში სამსახური დედოფლის წყაროში, იქიდან მე გადავედი აკადემიაში. თავდაცვის სამინისტროში და ესე გაგზელდა და უკვე თადარიგის პოლკოვნიკი. ეხლა ისევ სამოქალაქოზე მუშაობ, ისევ თავდაცვის სამინისტროში. ალბათ ბოლომდე იქ ვიქნებ. ძალიან კარგი. წარმატებები ოჯახი? ოჯახი, შვილი, ბიჭი და გოგო გათხოვილი, შვილი მყავს უკვე და ბიჭი ველოდებით კარგ სარძლოს. წარმატებები გისურვებ, გულებ ბედნიერებას რადგან გაიხარ. ანა სეფიაშვილი. კიდე რა ვთქვა? შვილებზე ყავს 2 საუკეთესო გოგონა. საქმიანობა თუ არ არის საიდუმლო? არა, რატო? უფროსი ქალიშვილი ბრიტანეთის ქართულ აკადემიაში პედაგოგად მუშაობს. პატარა გიდად მუშაობს ტურისტულ სააგენტოში. აქვს თავიანთი კარგი შემოსავალი და ერთმანეთს გაყვებს. დედას თუ ეხმარებიან, დედას? ნამდვილად ეხმარებიან. აი ახლანდელი ბანკეტის ფულით შვილებმა გადამიხადეს, კაბაც იმათ მიყიდეს და ძალიან კარგი. ყველაფერში მეხმარებიან. კეთილი. შენი საქმიანობა? მე დაშლილებში მუშაობ, ბაზრობაზე ყავას ვყიდი. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ, ანა, სიკეთის გახარებას და გაიხარებათ. იცოცხლე. დავიწყო საკაშვილი ზურა. მუშაობ თავდაცვის სამინისტროში. ყავს 3 შვილი, 4 შვილიშვილი. მერჩმა გაიგე. ერთად ვარდობ ცხოვრობ. ძალიან კარგი. ჯანმრთელობის ხრი როგორ ახლა რაღაც ფეხის ამბავი ხომ? ეხლა მკიოდა მაგრამ აი, კიმილე. რუსთავში ცხოვრობ, ხო ზურა? ხო, რუსთავში ცხოვრობ. გაიხარე, სიკეთე გახარება, გაიხარე. სეფიაშვილი ნიკოლოზ. ცხოვრები, დიდი ღომი. ყავს ცოლი, 3 შვილი.
შვილი. ღმერთმა გაგიძადა. დროებით უმუშევარ. გაიხარე იცოცხლე. არაფერს არ აკეთებ ჯერჯერობით. არაფერსა ვერთობი ამ ცხოვრება. გაიხარე. შვილიშვილები ყავთ, და გაერთო. ეხლა აქეთ უნდა მოგიავნო. მივლია კიდევ აქ შვილი. გაიხარე. დედა შენ სუსურებს დიდხანს იცოცხლე, მაგრა უყვარ ჩემი თავი. და პატივისცემი და მამა შენი მახსოვს კიდე გარკვეულწილად ჩვენ ნათესავები ვართ. როიცოდე და მამა შენი ერთხელ წამოვიყვანე ჩემი სახლიდან იმის მერე აღარ მინახია რა და ქუჩაში მოვდიოდი და ჩხუბი და აყალმაყალე არ გინდაო რაღაცა და მაგარი კაცი იყო ვარდოძია. გაიხარე, დიდხანს იცოცხლე, გაიხარე ძმა. ერთი გასის ტელევიზია ნიკალა ფილმი მოგესალმებათ გამარჯობათ რა ხდება უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიშით რომ შემოვიჭერი რა ხდება დღეს ამიხსენ სკოლის დამთავრებიდან 4 წელი გავიდა შევკუჩდი და უნდა ვიზე იმოთ ძალიან კარგი კი ბატონო არ მინდა დღესული პირდაპირ დავიწყებ რა პირდაპირ დავიწყებ ფეხზე ადგომა არ მიყვარს ხოლმე ხმა მაქვს ისეთი რომ ბოლო იმას გავაგონებ მეორე დღეს არ მივარგებ მაგრამ მე ვიდა ჩვენი შეკრება დავლოცო და დიდება უფარს რომ როგორღაც მოახერხეთ შეკრება და ერთად შეხვედრა 44 წელი გავიდა რა სკოლა დავამთავრეთ მაგრამ ბოლოს როგორც მახსოვს შევიკრიბეთ 5 წელი რომ გადავიხადეთ და ვიყავით თამარი ბაღაშვილთან სახლში რომლის კინოკადრებიც ნიკალა სტუდიამ გადაიღო დააფიქსირა მაშინ ცოტა პრობლემა იყო იმისი გამჟღავნებისა და რაღაცა წვრილი ლენტები სხვათა შორის შენ და მეხმარე ელემენტები არ მქონდა და სიგარეტის რაღაცა დენი მოიტანა ვიტო არბოშიკში რაღაცა ეს ხო ყოველთვის ესეთი ის იყო ხოლმე ინჟინერი ოჩა უფალიო ვახსენოთ და დიდება უფალსა და ფაროდეს ყოველთვის რომ სიკეთე სიხარული ყოფილიყოს და ერთმანეთთან შეხვედრა რომ გავხარებოდეს აი გვინოს არავის არ დავაძლევი ვისაც როგორც უს ისევე და